მოგესალმებით მეგობრებო, მე დოდუკა ვარ, ეს არის იოგას 5 დღიანი სერიის მე-4 დღე. დღევანდელ პრაქტიკაზე ჩვენი მიზანია მენჯბალძაყის სახსრის მობილობის ზრდა, შემაერთებელი ქსოვილების გახსნა და სტაბილურობა. სხეულის ამ ზონის სტრუქტურა ყველას ძალიან განსხვავებული აქვს, ამიტომ გახსნის დონე ინდივიდუალურია. მთავარია სხეულს არ დავაძალოთ და ვიმუშაოთ ჩვენთვის უსაფრთხო დიაპაზონში. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ, დაგჭირდება მხოლოდ მატი. და გადმოდი 4-ზე. ეს იქნება საწყისი პოზიცია. წელი ნეიტრალურად, მხრები გადასულია უკან, კისერიც ნეიტრალურ პოზიციაში, მზერა ქვევით, ხელები მხრის დაბლა, მუხლი მენჯბალძაყის ქვევით. ჩასუნთქვა. დაიწყე მსუბუქი გახურებით, მხრები ჩაატრიალე უკან, კისერი დააგრძელე მზერაზევით. ამოსუნთქვა, ხერხემალი მოუამრგვალე და თავი შეიტანე შიგნით. მოძრაობა შეგიძლია გააგრძელო შენს რიტმში. ცხვირით ვსუნთქავთ მთელი პრაქტიკა, ჩასუნთქვა მხრები უკან მზერაზევით, ამოსუნთქვა მოუამრგვალე ხერხემალი, მზერა ქვევით არის მიმართული. შემდეგ მარჯვენა ფეხი დაატრიალე წრეზე, ფეხის კუთხე დაიტოვე 90 გრადუსზე მოხრილი, 3-4 წრე დაახლოებით გააკეთე ერთ მხარეს, შემდეგ შეუცვალე მიმართულება. ზედატანი საერთოდ არ ერთვება მოძრაობის პროცესში. ვამუშავებთ მხოლოდ მარჯვენა ფეხს. გამართე. მარცხენა ხელი გამოიტანე წინ. ჩასუნთქვა. მოამრგვალე ხერხემალი, შეერთე იტაყვი და მუხლი. ამოსუნთქვაზე გახსენი. კიდევ ორჯერ. ერთიც. მოხარე ფეხი. მარცხენა ხელი მოგიდე ერბს და ტერფი ერთდროულად მიმართე უკან და ზევით. მხარი და გულმკერდი ისევ წინ იყურება. ამოსუნთქვასთან ერთად დავუშვი. იგივე გავაკეთოთ მეორე მხარეს. მარცხენა ფეხი მოხსენი და წრეზე დაატრიალე. წარმოიდგინე, რომ მუხლით დიდ წრეს ხაზავ. მეორე მხარეს შეუცვალე მიმართულება. სუნთქვა თავისუფალია. 7. გამართე. მარჯვენა ხელი წინ. ჩასუნთქვა. შეერთე იტაყვი და მუხლი. ამოსუნთქვა. გავიშალეთ. ერთიც. მოხარე ფეხი. მარჯვენა ხელი მოკიდე და ტერფი ერთდროულად ამოიტანე უკან და ზევით. დაბრუნე, ჩაასე ფეხის წვერი, გადადი თავდახრილში. დაიწყე ტერფების მსუბუქი მოძრაობა. ქუსლი წაიღე მატისკენ. თუ დაიდება მთლიანი ტერფი გიდევს ზედაპირზე, თუ არა და მიმართულება მიეცი. მოადუნე კისერი, მზერა იყურება შიგნით. მარჯვენა ფეხი ამოიტანე, გამოიხედე წინ. გადმოდგი ხელებში. დადე უკან მუხლი, ტერფი. ჩასუნთქვა. ორივე ხელი ზევით. აქ დააკვირდი, რომ წელი ჩაიტანო ზომიერ შეგრძნებამდე, ტერფის და წვივის კუთხე გაასწორო 90 გრადუსზე. დადგი ისევ ხელები წინა ფეხთან და გამართე მარჯვენა ფეხი. ფეხის თითები იყურება შენსკენ და მუცლით ჩავდივართ ბალძაყისკენ. შეიძლება ოდნავ უფრო მსუბუქი ვარიაცია დაგჭირდეს, ხელებს დადგა უკან, ან ბლოკები თუ გაქვს ახლოს, ბლოკებზე დადე ხელები. თუ ზედაპირს მიწოდები, ეცადე რომ თავი ჩავიდეს ქვევით სულ ბოლოს. ჩახარე მუხლი, ხელები დადგი ერთად, ფეხი გარეთ, მარჯვენა ხელი მოკიდე მუხლს, ფეხის გული იყურება შენსკენ. ამოატრიალე ტერფი და მზერა გამოატრიალე უკან. მოხარე მარცხენა ფეხი. მარჯვენა ხელი მოკიდე და მოიზიდე ფეხი შენსკენ ზომიერ შეგრძნებამდე და ეხლა პირიქით ნახე წელი ჩაწიე და ტერფი გაიტანე უკან. შეგრძნებებით მიაგენი ზუსტად რა ნაწილს დაამუშავებ. გამართე მარცხენა ფეხი, მცირე ბიძგები მატისკენ. სხეულისთვის როგორც იქნება სასურველი ზომიერი, შეგიძლია
წრეზე დაატრიალო მთლიანი სხეული. შეგიძლია ვარიაცია გაართულო. გადახვიდე იდაყვებზე. კიდევ უფრო თუ გაართულებ, წინ გაშალე ორივე ხელი. როდესაც დაბრუნდები გამართულ ხელზე, მარჯვენა ფეხი დაბრუნე უკან. ისევ სულ უკეთ გამოძრავე ტერფები, ქუსლები მატისკენ, ხერხემალი დააგრძელე, როდესაც მზად იქნები, მარცხენა ფეხი აწიე ზევით. გამოიხედე წინ, გადმოდგე ხელებში. თუ უკან დარჩება ფეხი, მერე ხელით შეასწორებ, ხო? ნელ-ნელა პრაქტიკაში გამოყვება. ჩასუნთქვა. დააგრძელე ხერხემალი და წელი კარგად ჩაწიე. დადგე ორივე ხელი წინა ფეხთან. გამართე მარცხენა ფეხი მუხლში და ჩავდივართ გამართული ხერხემლით. მუცლით ბარძალისკენ. შეიძლება სხეული ერთ მხარეს უფრო მეტად იყოს გახსნილი, მეორე მხარეს ნაკლებად, ამასაც დააკვირდები, ხო? ჩახარე, ხელები ერთად, ფეხი გარეთ. მარცხენა ხელი მუხლზე, ამოატრიალე ტერფი და გამოიხედე უკან. დარჩი 3-4 სუნთქვა და მოხარე მარჯვენა ფეხი. წამოიღე მარცხენა ხელი მოკიდე ტერფს და მოიზიდე ფეხი შენსკენ. აქაც ზომიერ შეგრძნებამდე და შემდეგ პირიქით ცადე ტერფი გაიტანო უკან. დადგე ხელები, გამართე მარჯვენა ფეხი, ბიძგები მატისკენ. შეგიძლია იმოძრაო წრიულად, შეგიძლია გაართულო ვარიაცია და ჩახვიდე იდაყვებზე. ოღონდ დააკვირდი, რომ მარჯვენა ფეხი ზედაპირზე არ დადო. თუ აქაც თავისუფლად იგრძნობ თავს, წინ გაშალე ორივე ხელი. ხვლიკის პოზა. გამართული ხელი. გადახრილი. კარგია. გაიწელე, გაიშალე, აიწიე ფეხის წვერზე, დადგე ისევ მუხლი და ტერფი. წამოვდექით მუხლზე. შემოუტრიალდები, რომ გაჩვენო, შენ იგივე პოზიციიდან გააგრძელებ. გამართული მარჯვენა ფეხი გაიტანე გვერდით, ფეხის თითები იყურება შენსკენ, ხელები წელთან, მარჯვენა ხელი მოხსენი, გადაიხარე მარცხნივ, ამოსუნთქვასთან ერთად დაბრუნდი. შემდეგ მეორე ხელი, მარცხენა ხელი მოხსენი, გადაიხარე მარჯვნივ. მარცხენა ხელი გვერდით დადგე, სადაც დაიდება, მოხარე მარჯვენა ფეხი, მარჯვენა ხელი მოკიდე და უკან გააწექი. წელი და მენჯები მოდის წინ და თავი გადადის უკან. დიდი ხანი არ გაჩერდე, დააბრუნე ფეხი. მეორე მხარეს, გამართე მარცხენა ფეხი, ფეხის თითები იყურება წინ, მოხსენი. მარცხენა ხელი გადაიხარე მარჯვნივ, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. მარჯვენა ხელი გვერდით დადგე, მოხარე ფეხი, მოკიდე ხელი, წელი და მენჯები წინ, თავი და ტერფი უკან. 3 სუნთქვა ეყოფა. გაიმართე. ისევ, მარჯვენა ფეხი გვერდით, ამჯერად ფეხის თითები გარეთ გაატრიალე. ჩახარე მუხლი, მეორე ხელი თუ გინდა წელთან, თუ გინდა მუხლზე, ზედატანი იყურება წინ. ამოსუნთქვასთან ერთად გამართე. შეგიძლია დაყოვნდე კიდევ უფრო დიდხანს, ხო? დაყოვნების ხანგრძლივობა, ან გამართე, გაზარდე, ან შეამცირე. ერთხელაც გავკეთოთ. ჩაიტანე ზომიერ შეგრძნებამდე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. გამართე, ამოატრიალე ფეხის თითები შენსკენ, ზედატანი შემოატრიალე მთლიანად მარჯვენა ფეხისკენ და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ წინ დახრას. გამართე და შეცვალე ფეხი. გამართე მარცხენა ფეხი, ერთი ხელი წელთან, მეორე მუხლზე. ჩასუნთქვა, ჩაწიე, ამოსუნთქვა, მოადუნე, გამართე. აქაც შეგიძლია ხოლმე, რომ კიდევ უფრო დიდხანს დაყოვნდე, მცირე მოძრაობები დაამატო,
ცხეული შეისწავლო, გაიცნო. ყველა ჩემი მაგალითი აიღე ხოლმე როგორც ნიმუში და მე შენ ცხელს მოარგე. გამართე, ფეხის თითები იყურება შენსკენ, ზედატანი შემოატრიალე. მარცხენა ფეხისკენ ამოსუნთქვასთან ერთად გავაკეთეთ კიდევ ერთი წინდახრა. დააბრუნე ფეხი. და გამართე, ხო? წამოდექი ფეხზე. ფეხები დაახლოებით ბარძაყიდან ტერფამდე შენი ფეხის სიგრძე დაშორება რო გქონდეს, ისე გააკეთე, ხო? ჩასუნთქვა. ორივე ხელი ზევით. ამოსუნთქვა. წინ გადაიხარე. ზედაპირის პარალელურად გაასწორე ზედატანი. შეერთე ხელები უკან, გაჭიმე და კიდევ უფრო ღრმა წინდახრაში ჩავდივართ. კისერი მოადუნე და ხელები წამოიღე იქამდე, სადამდეც თავისუფლად გამოყვება. კარგია, დადგი ხელები ზედაპირზე. მარჯვენა ტერფი გაატრიალე გარეთ, ჩახარე მუხლი და მეორე ფეხი გამართე. გამართული ფეხის თითები იყურება ზევით და მუხლი გადის რაც შეიძლება გარეთ. ჩასვლის დროს, როცა იგრძნობ, რომ ჩახრილი ფეხის მუხლი ზედაპირს შორდება, მანდ გაჩერდები, ხო? თუ ხელები არ დაგჭირდება საყრდენად, მოძრაობთ ხელების დახმარების გარეშე. ჩასუნთქვა შუაში, ამოდი ხოლმე გამართე კარგად. ამოსუნთქვასთან ერთად ჩადი. ასე დინამიურად გააგრძელე მოძრაობა. თუ ბოლომდე შეგიძლია ჩასვლა და ღრმა გაწელვა, შეგიძლია სკანდასანა გადააბა. გახსნა ორივე ხელი და წაიღო უკან ერთმანეთისკენ. თუ მიწუდება შეკარი, თუ არა მიმართულება მიეცი. ჩასუნთქვა. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. აქაც იგივე, ხო? დაბრუნე და დავრჩებით შუაში. ოდნავ ახლოს მოიტანე ფეხები ერთმანეთთან, მუხლები გარეთ არის მიმართული, ხელის გულები ერთად, ჩაჯექი ისე, რომ წინ არ გადმოიხარო, ზედატანი იყოს ბოლომდე ვერტიკალურად გასწორებული, მუხლები გარეთ, აიწიე ფეხის წვერზე. შეგიძლია მცირე მოძრაობა, მცირე პულსი დაამატო, ან უბრალოდ სტატიკურად გაჩერდე. ბალანსისთვის აქაც მზერას გავაჩერებთ ერთ წერტილზე. კარგი, დადგი ხელები, ქუსლები, თავი ჩაიტანე მხრებში და გადაიტანე წონა ფეხიდან ფეხზე, ხო? შემდეგ ხელის გულები გარეთ აატრიალე, ისე რომ იდაყვი მოხვდეს გარეთ, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა უკან. აქ ხერხემალსაც ვამუშავებთ და თან ცდილობ, რომ მუხლები რაც შეიძლება მეტად დააშორო ერთმანეთს. ერთხელაც ორივე მხარეს, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა უკან. ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა უკან. კარგია. დაფერთხე გაამოძრავე ფეხები, მოიტანე სადღაც მხრის სიგანეზე და ნახევარი ტერფი გადადგი გარეთ. ჩახარე მუხლი, ხელის გულები ერთად, ჩავედით მალასანაში. ეცადე რომ ქუსლები დადო ბოლომდე, ეცადე რომ ხერხემალი არ მოხარო, იდაყვების დახმარებით, ნახე, ცდილობ მუხლები უფრო მეტად დააშორო ერთმანეთს. ცოტა ხანი რომ მიაჩვიო შეგიძლია წონის გადატანა ცადო ხოლმე ფეხიდან ფეხზე. თუ იგრძნობ, რომ უფრო მეტად ხარ გახსნილი, მუშტებზე შეასრულებ იგივეს, ან საერთოდ დააშორებ ხელებს ერთმანეთს, ხო? აწიე ორივე ხელი, დააწვინე მარჯვენა მუხლი და ტერფი, მეორე მუხლი მიმართე რაც შეიძლება გარეთ. გააგრძელე მოძრაობა. ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა დაუშვე ფეხი. არიჩქარო, რაც მთავარია, იმოძრავე ცნობიერად, სხეულზე დაკვირვებით. არ გამოგეპაროს რაიმე ზედმეტი შეგრძნება. დააბრუნე ხელები, როცა დაასრულებ,
გამართი მარჯვენა ხელი. მარცხენა ხელი გაწიე ზევით. იდაყვები გაჭიმე და შეერთა ხელები უკან. ხელებს რომ შეერთებ ეცადე, მარცხენა მუხლი შიგნით არ წამოვიდეს, ხო? მუხლი მიმართულია რაც შეიძლება გარეთ. გახსენი როგორც შეხვედი ასანაში, ისე ნაბიჯ გამოხვა უკან. მეორე მხარეს შეერთე ხელები. თუ ვერ მიწუდება ერთმანეთს, მიმართულება მიეცი. დავბრუნდებით უკან. აქედან პირდაპირ გადაწექი ხოლმე ზურგზე. მე შემოვტრიალდები. მოხარე ფეხები. დადგი. შეგიძლია აქაც მუხლები ცოტა ხანი მონაცვლეობით გადაყარო აქეთ-იქით. დაასვენო. გახსნა. დაამშვიდო სუნთქვა. და დადგა ორივე ფეხი მოხრილი. ხელები მოკიდე მუხლებს და წრეზე დაატრიალე. მოძრაობის დროს დააკვირდი, რომ წელი არ შორდებოდეს ზედაპირს, მყარ ადგედოს ზედაპირზე და მეორე მხარეს, ხო? შეუცვალე მიმართულება. მოხარე ფეხები მუხლში, ხელები მოკიდე ტერფებს და მუხლებს ქვევით მიეცი მიმართულება, ესე ჩამოკაჩე. თუ ტერფებს ვერ მიწუდები, მაშინ ფეხებს მოკიდე მუხლებთან. შეგიძლია კაც იმოძრაო, ზურგსაც დაამასაჟებ. ჰამსტრინგების გაწევა უნდა იგრძნობოდეს, ხო? ერთი ფეხი მუხლში მოხარე, მეორე გამართე. ზომიერ შეგრძნებამდე. ჩაისუნთქე შუაში. ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. და ორივე ფეხი გამართე ერთად. დააკვირდი, რომ წელი არ მოაშორო ზედაპირს, ხო? აქაც შეგიძლია დაყოვნების ხანგრძლივობა მერე. შენი სურვილის მიხედვით გაზარდო. შეერთე ფეხები და დადგე. ეს არის პეპელას ასანას მწოლიარე ვარიაცია. ამ სერიაში შეგიძლია ასევე მჯდომარე ვარიაციაც ჩართო ხოლმე. ხელები შეგიძლია დაადო მენჯებს, მსუბუქად გადაიტანო. აქეთ-იქით თუ მოძრაობა არ გესიამოვნება, უბრალოდ გააჩერებ და გრავიტაციის დახმარებით მაინც თავის საქმეს ეს პოზა გააკეთებს, ან შეგიძლია პირიქით ხელებით მიეხმარო დააწვე, რომ გახდეს შეგრძნება უფრო ინტენსიური. კარგი. შემდეგ წამოიღე ტერფები შენსკენ. ხელები ჩაკიდე ერთმანეთს, მოაქციე ტერფები შიგნით. ამოწიე თავი და მხრები, აქ სავარაუდოდ წელის ზედაპირს მოშორდება და ცდილობ, რომ ტერფები გადავიდეს თავის უკან. ამოსუნთქვასთან ერთად დადე თავი და მხრები და მუხლებს რაც შეიძლება გარეთ მიეცი მიმართულება, ხო? 1-2 გაიმეორე. თავარია რომ შეგრძნება არ იყოს მუხლის სახსარში, მუხლის ხარჯზე არ გააკეთო. ზედმეტი არ მოთხოვს ხელს თუ არ გამოყვება. დადგი. კარგი. აალაგე ფეხები, ჩამოფერთხე. მოხარე მარჯვენა ფეხი, მოკიდე ორივე ხელი. ტერფი დაატრიალე. ორივე მხარეს. გამართე და მოკიდე ხელები, სადაც თავისუფლად მიწუდები. ამოწიე თავი და მხრები. თუ მეორე ფეხი მუხლში იხრება, შეგიძლია მოხარო ბოლომდე და დადგა მოხრილი, ან მეორე ხელის დახმარებით ეცადო, რომ ზედაპირს არ მოშორდეს. დადე თავი. თუ მიწუდები, ხელი მოკიდე ორი თითით ცერათით, თუ არა დაიტოვა ისევ კოჭთან ან წვივთან. და ნელ-ნელა გადაიტანე ფეხი მარჯვნივ. გვერდზე არ გადაბრუნდე, დააკვირდი, რომ მენჯი არ აიწიოს ჰაერში. შეგიძლია კაც მსუბუქი მოძრაობები დაამატო. შეცვალე ხელი. მარცხენა ხელის დახმარებით მეორე მხარეს გადმოიტანე, ამჯერად ბოლომდე უნდა დადო. თუ ზედმეტად იწელება, მაშინ მოხარე და მუხლს მოკიდე ხელი. შეიკი საპირისპირო მხარეს წამოიღე მზერა. აქაც შეგიძლია დაყოვნების ხანგრძლივობა გაზარდო. და მეორე ფეხი.
მოხარე. ტერფი გამოძრავე, დაატრიალე, გამართე, მოკიდე ხელები, სადაც თავის უფლად მიწვდები და თავი წამოიღე ფეხისკენ. ერთადე რომ ბიძგები არ გააკეთო, ზედმეტად არ ვაძალებთ. დადგი თავი, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა, მარცხენა ფეხი გადის მარცხნივ ზომიერ შეგრძნებამდე. მეორე მხარეს შეცვალე ხელი, ნეგატივის მხრიდან მოკიდე მარჯვენა ხელი ტერფს, გადაიტანე მარჯვნივ და შენ მარცხენა ხელს გააყოლე მზერა, თუ ტერფს ვერ წვდები, მოხრილ მუხლზე გააკეთე იგივე, ან იოგას თოკი თუ გაქვს, თოკის დახმარებით შეგიძლია ცადო. დააბრუნე, დაუშვი. რამდენიმე სუნთქვა შეგიძლია აქ დარჩე, დაისვენო, თუ გირჩევნია, ესე დაისვენებ, ფეხის გულები ერთად, მუხლები გარეთ, თვალები დახუჭული და მთელი ყურადღება შეგრძნებებთან სხეულში. თანდათან სუნთქვაც და გულისცემაც დამშვიდდება და გახდება უფრო სტაბილური და ბუნებრივი. როდესაც მსად იქნები, ხელები მოკიდე ფეხებს, მომრგვალებული ხერხემლით. ნელ-ნელა გაიმართე, შეგიძლია ფეხებს ჩაეხუტო, ჩაისუნთქო და ამოსუნთქვასთან ერთად მზერა მიმართა ქვევით, კისერი ხო არ არის დაძაბული. ნახე და მსუბუქად გამოძრავე. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ისიამოვნეთ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი, ასევე ჩემი სხვა სოციალური ქსელები, რომლის ლინკი ვიდეოს აღწერაშია. მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.